Georgian Times-ის სარეკლამო სამსახური 293-44-05. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 მინუტზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. პირდაპირ ეთერშია Georgian Times-ი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად მულტიმედია პლატფორმაზე. უსმენთ 92-სა და 3-ზე და უყურებთ ტელეკომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში, ასევე ტელეკომპანიის სოციალურ ვებგვერდზე. ხაზგასმით მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ქართულ მედია სივრცეში მულტიფუნქციური მედია საშუალება, ტელევიზია, რადიო და სოციმედია ერთად ეს Georgian Times-ი და დროული დიალოგია. მაშასე, წარმოგიდგენ დღევანდელი გადაცემის თემებს და სტუმრებს. თემები მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომლის ირგვლივაც კოორდინირებულია მსოფლიო და ქართული პოლიტიკა. ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტრამპის ერა ამერიკაში მოახდენს თუ არა გადატვირთვას სოფლიო პოლიტიკის, მათ შორის ქართული პოლიტიკის საგარეო ვექტორის კოორდინირების შეცვლას, ასევე როგორი იქნება ხელისუფლების და ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური დღის წესრიგი. მანამდე კი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში არ შედის, დიდი კი არა, ვინც გაიმარჯვა ჯერჯერობით არავინ, თუმცა საპარლამენტო სიები მხოლოდ სამმა პარტიამ პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩახსნა, ერთი გახარია საქართველოსათვის ჯერჯერობით ოფიციალურად ამაზე კომენტარს არ აკეთებს, ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია ცნობილია, რომ პოლიტიკური საკითხების შეჯერების შემდგომ მოახდენს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რას ვირჩევთ, ევროპას, ნეიტრალურ პოზიციას, რუსეთს სად ვართ და სად ვკოორდინირებთ. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბატონები გიგიშა გიორგი პატარიძე, პოლიტიკური პარტია ჩვენის დამფუძნებელი, თანათავმჯდომარე და ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის დამფუძნებელი. ბატონი გიორგი იგივე გიგიშა ჩვენთან პირველად არის სტუდიაში და შესაბამისად ჯერ მის პოლიტიკური პარტიის ირგვლივ გამიჭირდა, მაგრამ ამის შემდგომ ასე ვთქვათ დამუხრუჭება აღარ იქნება. მოდით დავიწყოთ საუბარი. მადლობა ბატონებო მობრძანებისათვის. ეს არის სივრცე განსხვავებული აზრისათვის, ეს არის ასე ვთქვათ ყველაზე დროული დიალოგი დროულ საკითხებზე. ბატონი სოსო მომცემს უფლებას, ჩვენი ხშირი სტუმარია, რომ როგორც ჩვენს ასე ვთქვათ სტუმარს, რადგან პირველად არის და ნოვატორს ამ სტუდიაში, ბატონ გიორგის მივცეთ სიტყვა. გიგიშათი იცნობს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი. როგორი არის თქვენი შეხედულება? მოდით დავიწყოთ. რეალურად თქვენი დამოკიდებულება ვიცი, რატომ ევროპა, რატომ ცალსახად ევროპული მიმართულება ქართული პოლიტიკური ხელისუფლების თავარი საკვანძო საკითხი, სად ხედავთ თქვენ, რომ ხელისუფლება ამ გზასაც და რატომ ფიქრობთ, რომ რეალურად ეს პოლიტიკა კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს განვითარებას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება. მივესალმები ბატონ სოსოს და თქვენს მაყურებელს. რატომ ევროპა? ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ 2024 წელს კიდე ამაზე გვექნებოდა საუბარი. ევროპა ქართველი ერის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი არის ისტორიულად. ეს არჩევანი გაკეთდა მრავალი საუკუნის წინ და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით საქართველო მუდმივად ახორციელებდა სვლას. ეს პერიოდი იქნა შეფერხებული, შენელებული საბჭოთა კავშირის მხრივ. ცოტა ახლოს მიკროფონთან, რომ რადიო მსმენელებმაც კარგად მოგწონს. იყო ასე ვთქვათ შეფერხებული და შენელებული საბჭოთა კავშირის პერიოდში, შემდგომ კვლავ საქართველომ გაანაგრძო სვლა. რატომ ევროპა? ევროპა არის იმ ცივილიზაციის ფასეულობების ერთობა, რომლისკენაც პრინციპში სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ფასეულობებიც არის. მიუხედავად განსხვავებულობისა და ჩვენი ძალა არის მრავალფეროვნებაში, ის ფასეულობები, რაზეც დგას ევროპული საზოგადოება, დემოკრატიული ფასეულობები იქნება კულტურული თუ ასე შემდეგ, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური. არ გვინდა ევროპული დონის განათლება, ევროპული დონის კულტურა, ევროპული დონის თავდაცვა და ის მრავალი სეგმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფო. როდის აცთა ქართული ოცნება
ამ გზას მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე აცდენილი იყო ამ გზას, უბრალოდ შენიღბული იყო პირველი რამოდენიმე წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ თავიდანვე ქართულ ოცნებას ჰქონდა არჩეული ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზა, ვინაიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახდათ და გახლავთ ოლიგარქი, მისთვის მთავარი ინტერესი არის როგორც მან თავისი პირით ბრძანა ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ფინანსები, მისი დოვლათი, შესაბამისად ის ქმნის გარკვეულ პოლიტიკურ და შექმნა პრინციპში გარკვეული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხი საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად არ აინტერესებს, არ ადარდებს, მთავარი არის ის გარკვეული იმუნიტეტის შექმნა, რაც მის ფინანსებს დაიცავს. შესაბამისად ავტოკრატიული რეჟიმი უნდა დაამყაროს და შეიძლება სვლა დიქტატურისკენაც გააგრძელოს. აქედან გამომდინარე, მისი ერთადერთი პარტნიორი ამ სოფლიოში შეიძლება იყოს მისი მსგავსი რეჟიმები. ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთი მაგრამ კორეა და ასე მისი პარტნიორები ამ შემთხვევაში ვიდრე პარტნიორებზე გადავალთ, მინდა გკითხოთ, რომ ამ განხილვა იყოს სწორედ საქართველოს საკითხის ამ გუშინ ხო, თუ არ ვწდები ევროპარლამენტში, ხო? და აქ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მათ ის აქვთ მიმღებლობა ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელება სურთ, მაგრამ არა ცისარტყელას პოლიტიკის ფონზე. აი ზუსტი ციტირება იყო ერთ-ერთი ემის, ანუ რატომ არ შეიძლება უყურეთ ბატონ გიორგი, ალბათ ბატონი სოსოც იტყვის, მაგრამ მოვიდა მაყურებლის კითხვები და მეც მინდა ჩაგეკითხოთ. რატომ არ შეიძლება თქვათ ევროპამ თავის ოჯახში, ეხა ქართული ოცნებას არგუმენტია ხოლმე ეს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, უყურთ გვინდა ჩვენი ძირითადი იდენტობების და ფასეულობების შენარჩუნების ხარჯზე. ევროპას კი სხვა ულტიმატუმები აქვს. აი ამ შემთხვევაში როგორი არის თქვენი პოზიცია და შემდეგ ბატონ სოსოსთან. ევროპული პოლიტიკა დივერსიფიცირებულია, იქაც არის სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებების პარტიები, კლასიკური მემარჯვენული პარტიები, კლასიკური მემარცხენული პარტიები, ულტრამემარჯვენე, ულტრამემარცხენე, მწვანეები და ასე შემდეგ. ანუ ევროპა ისედაც მრავალფეროვანია. და თავისთავად თქვენ ვინც ახსენეთ ის ბატონი თუ არ ვწდები უნგრეთს წარმოადგენს ევროპარლამენტში და წარმოადგენს ბატონი ორბანის ან უნგრეთის პრემიერის პარტიას. ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფო. უბრალოდ უნგრეთს გაუმართლა ორბანის არჩევამდე მოხვდა ის ევროკავშირში და უნგრეთის პრემიერს უწევს გარკვეულ ჩარჩოებში, რაც ევროკავშირის წევრობას, ასე ვთქვათ, გულისხმობს, იმ ჩარჩოებში იმოქმედოს. ჩვენ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი და შესაბამისად კრებსით ევროპას არ აქვს მნიშვნელობა მემარცხენეა თუ მემარჯვენე, არ უნდა ისეთ რეჟიმთან ურთიერთობა, რომელიც ამყარებს ავტოკრატიას, რომელიც პარავს მის მოქალაქეებს არჩევნების უფლებას. მოდით პარიტეტულად გადავანაწილოთ. ბატონი სოსო შატბერაშვილი, ბატონ სოსოს თავის მოსაზრებები აქვს ევროპასთან, საქართველოს და გარე პოლიტიკურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობისთვის. როგორი არის თქვენი მოსაზრება ბატონ სოსო, აი ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ ფაქტობრივადო თავიდანვე ასეთი იყო, უბრალოდ შენიღბული მოქმედებდა და მისთვის მკვეთრად პრორუსული პოლიტიკის მაწარმოებელია ქართული ოცნება. აი მე კიდევ მოვდიოდი და კობახიძის განცხადებას მოვუსმინე, სხვა შორის ის ამბობს, რომ პირიქით ჩვენ გადატვირთვას ვაპირებთ დასავლეთთან, ნუ მან სიტყვა დასავლეთი ეხმარა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ევროპას თავისი რიგი გამოწვევები აქვს. როგორი უნდა იყოს თქვენი მოსაზრება და რამდენად რენტაბელური და პრაგმატულია საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ბატონ გიგიშას და დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მე წერან როგორც აღნიშნეთ, არაერთგზის ვარ თქვენთან ამყოფი, წლებია, 10 წლეულებიც კი არას თქვენთან თანამშრომლობ და მადლობთ რომ გრძელდება ეს თანამშრომლობა. ეხლა რაც შეეხება ევროპას, აზიას და ასე შემდეგ, მე გახლავართ ასეთი პოლიტიკური შეხედულებები. საქართველოს უნდა იმეგობროს ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან, ირანთანაც კი. იმიტომ რომ ირანი არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი აქვს ირანს სპარსეთს დაღვრილი საქართველოში, ისევე როგორც თურქეთს აქვს ბევრი სისხლი დაღვრილი, რუსეთს აქვს ბევრი სისხლი დაღვრილი, მაგრამ ეხლა ჩვენ რო დავადგეთ შურისძიების გზას, ეს ძალიან ცუდი იქნება. მე ვფიქრობ, რომ აი ლორდ პალმერსტონის ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ პალმერსტონის რატომღაც მეშლება სულ მისი გვარი, ჩერჩილს მიაწერენ, მაგრამ ტყუილია. საქართველოს ბრიტანეთს არ ყავს მუდმივი მეგობრები, ბრიტანეთს აქვს მუდმივი ინტერესები. ჩვენ უნდა გქონდეს მუდმივი ინტერესები და ჩინეთი რომ ჩინეთია, რომელიც შემოვიდა ეხლა და ინფრასტრუქტურას გვიშენებს,
სოფლიოს უკვე ნომერ პირველი ეკონომიკა, მასთანაც უნდა ვიმეგობროთ. ეხლა რაც შეეხება ევროინტეგრაციას, მე არასოდეს არ ყოფილვარ ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს ევროპა არ ღებულობს, ნატო განსაკუთრებით არ ღებულობს, თორემ ბუხარესტის სამიტზე რომ მოეცა ჩვენთვის მაპი, რა თქმა უნდა ეს 2008 წლის ომი არ იქნებოდა და ევროპაც ასევე ევროპის დამოკიდებულება, ტყუილებზეა ქართული საზოგადოებისადმი აგებული, რითი ამტკიცებთ ამას? რითი ამტკიცებ და არ ღებულობენ ნატოში. რატო არ ღებულობენ ნატოში? მივიღეთ ნატოში. მაპი მოეცათ 2008 წელს და ის 2007-ში ბოდიში და 2008 წლის ომი არ იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, არაერთხელ განმეცხადებ, ხა დღეს სხვა რა ამბობ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ნატოზე უარი, ოღონდ ერთი პირობით. ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს და აი როცა ვამბობ რუსეთს დაველაპარაკოთო, რატომღაც ყველას გონია რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჩელიაბინსკში უნდა გავიღვიძოთ ეს ცნობილი ფრაზა. ესე გონია რატომღაც ყველას. ვერც ერთი სახელმწიფო დღეს ჩვენ ტერიტორიებს ვერ გაამთლიანებს, გარდა რუსეთის, ანუ ვინც საგვართვა, იმან უნდა დაგვიბრუნოს და რომ დაგვიბრუნოს, ამისათვის მასთან მოლაპარაკებაა საჭირო და მეცაც გეტყვით, პოლიტიკური ვაჭრობა. რუსეთს თქვენ ჯერათ, რომ რუსეთი საქართველოს ისტორიის გამოცდილებით რამეს დაუბრუნებს საქართველოს? თუ კი გერმანიას დაუბრუნა, GDR-ი, აღმოსავლეთ გერმანია. ესე იგი არის პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც რუსეთი აბრუნებს რაღაცას, ხო? როდესაც ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა გახდა ნატოს წევრი, ეს ჩაყლაპა, ხო, ასე ვთქვათ, რუსეთმა ძალიან ძნელად გადაყლაპა, მაგრამ ჩაყლაპა ეს თვითონ რუსეთის ყოფილმა ელჩმა მითხრა, ბოლო ელჩი ვინც იყო. ჩვენ ძალიან ძიმედ გადავიტანეთ ეს ამბავი, მაგრამ გადავიტანეთო, იმიტომ რომ რუსეთი მაშინ იყო დაჩოქილიო და რუსეთის მორევა საერთოდ გარედან შეუძლებელია, შიგნიდან აფეთქებენ ხოლმე ყოველთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც ესე მოხდა, ასე მოხდა გარბაჩოვის დროსაც. ჩვენ როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ? ეხლავე გეტყვით. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ რუსეთთან უნდა ვივაჭროთ. რუსეთს უნდა განუცხადოთ ჩვენ, რომ მას სამხედრო საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან არასოდეს არ შეექმნება იმ შემთხვევაში თუ ის დაგვიბრუნებს ჩვენ ტერიტორიას. მადლობა. აი ეს არის ჩემი ძალიან მოკლედ გაშლის გარეშე. ხო, გასაგებია. ბატონ გიგიშა, რუსებთან მოლაპარაკების გზა ცოტათი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ეკლექტიკურად მეჩვენება იმ რუსებთან, ვინც წლების განმავლობაში ოკუპაციას ახდენ და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ პოლიტიკა მაინც ურგზას ცნობს საკითხის მოგვარების ომიან დიპლომატია. ხელისუფლებას იაპონიაზე. ხო, რა თქმა უნდა, ამას გულისხმობდი მეც, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ უკვე თქვენგან განსხვავებით სხვა პოლიტიკურ ძალებს ეს პროცესი? ბატონ გიგიშა გისმენთ. უპირველეს ყოვლისა, დღევანდელ სამყაროში ნეიტრალიტეტი სამწუხაროდ თუ არასამწუხაროდ არ არსებობს, ვინაიდან გლობალური მოთამაშეები, ის ქვეყნები, სახელმწიფოები, რომლებიც ამა თუ იმ ერთობას და ბლოკს წარმოადგენენ, იმათ რა თქმა უნდა თავისი ინტერესები გააჩნიათ, როგორც ბატონმა სოსომ ახსენა ბრიტანეთის და სხვა მსგავსი. შესაბამისად, საქართველოს აუცილებლად უწევს და მოუწევს საკუთარი ინტერესების შეხამება ამა თუ იმ გლობალურ მოთამაშესთან. ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია გვაწყობს თუ დასავლეთი ცივილიზაციის ეკონომიკური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა გვაწყობს ირანი თუ რუსეთი. ამ გზაჯვარედინზე საქართველოს საუკუნეების განმავლობაში იდგა და დგას დღესაც. რაც ეხება რუსეთთან მოლაპარაკებას, ერთ-ერთზე დარჩენილი მოლაპარაკება ძალიან საეჭვო კი არა, ფაქტობრივად გამოვრიცხავ. ვინაიდან სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე სახელმწიფოები გახლავართ, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სამხედრო თუ პოლიტიკური თუ ეკონომიკური წონის, შესაბამისად საქართველოს მარტო დარჩენილი რუსეთთან, რუსეთისთვის არ წარმოადგენს არანაირ თანასწორ პარტნიორს. სამწუხაროდ რუსეთი ასეთი ტიპის სახელმწიფოა, ის მხოლოდ ცნობს მასზე ძლიერ ან თანასწორ სიძლიერის მქონე სახელმწიფოს. შესაბამისად საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი
სწორედ ამაზე არის დაფუძნებული, რომ ჩვენ ვიყოთ იმ გუნდში, იმ მეგობრებთან, იმ პარტნიორებთან, ვინც ჩვენს ინტერესებს თუნდაც აი მრგვალი მაგიდის გარშემო აქტიურად დაიცავს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მომენტი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ რუსეთი მზად არის, ან მზად იქნება, როდესმე საქართველოს რაიმე დაუბრუნოს, ხო, ჩვენ შეგვიძლია ელემენტარულად ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი სახელმძღვანელო გადავშალოთ და ვნახოთ, როგორ საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ეტაპობრივად, ასე იგი, იტაცებდა ჩვენს ტერიტორიებს, როგორ აკნინებდა საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიას, გააუქმა კიდევაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, როგორ ფაქტობრივად ეკლესია გააუქმა და ასე შემდეგ. ანუ ისტორია უკვე თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ეს არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც მხოლოდ დიპლომატიის ენა ესმის. დიპლომატიაც მრავალ სახის არსებობს, მე ვარ მომხრე ხისტი დიპლომატიის, ანუ დიპლომატი რგვალი მაგიდის გარშემო რა თქმა უნდა დავსხდეთ, მაგრამ ამ რგვალი მაგიდის გარშემო საქართველოს უნდა გააჩნდეს მისი პარტნიორები. კარგით, გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ყოველ კვირადღეს იშოპინგე TBC-ის საბარათე ნაკრებით აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში და დაიბრუნე გადახდილი თანხის 10% მომენტალურად. თითოეულ კატეგორიაში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებ. გადახდა კი TBC-ის ტერმინალზე უნდა შეასრულო. მოდუსი ევროპული წარმოების კერამიკული ფილებისა და სააბაზანო ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი. ვეცვიეთ მისამართზე: თბილისი, აგლაძის ქუჩა 51, კახეთის გზატკეცილის 65, ბათუმი პუშკინის 18, პუშკინის 13, გაგარინის 18. ტელეფონი 03220600101 www.modus.com.g. ფრანგული პრემიუმ ბრენდი ალგოლოჟი, წყალმცენარეებისა და ზღვის სუფთა წყლისგან დამზადებული კანის მოვლის საშუალებები, აღადგენს ატენიანებს და კვებავს კანს. ალგოლოჟი PSP-ში. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599180020. დილა იწყება ყავით. კარგი დილა იწყება შვეიცარიული ყავით. ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ყავის სახლი დინკავა. კავკასიის ავტომარკეტი 2020 წელს კავკასიის ავტოიმპორტის მიერ შეიქმნა. ეს არის სივრცე, სადაც 5 ჰექტარზე 2500-მდე ავტომობილია განთავსებული. კომპანია ავტოდილერებს თავაზობს უფასო პარკინგს, ავტომობილის სწრაფ რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ავტომობილის გადაფორმებისა და ყველა სხვა პროცედურისთვის ერთი ფანჯრის პრინციპის სივრცეს. კავკასიის ავტომარკეტის მისამართია თბილისი, წითელი ხიდი 21 კილომეტრი. ტელეფონის ნომერი 03205 რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ თქვენ უსმენ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად და წარმოგიდგენთ უпростоრად შეგახსენებთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს ბატონები სოსო შატბერაშვილი და გიგი შაპატარიძე. ბატონი სოსოს მივცეთ ახლა თქვენი რეპლიკის და საპასუხოდ და შემდეგ გადავიდეთ რა ველოდება შიგნით მოხდება თუ არა პარლამენტის ლეგიტიმაცია და რამდენად რეალურია ინფორმაცია რომ ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციისთვის ემზადება. ბატონ სოსო, მოდით ჯერ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირზე რომ ვერ გამოვა ნეიტრალიტეტი არსებული მსოფლიო პოლიტიკური სურათის გათვალისწინებითო ბატონმა გიორგი ბრძანა. დავიწყოთ ჯერ ნეიტრალიტეტზე ნასაუბრები მაქვს, არც მეტი არც ნაკლები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლავროვთან, რომელიც ჩამობძანებული იყო მიშა სააკაშვილის ინაუგურაციაზე თბილისში.
და იქ როდესაც ჩვენ შევხვდა მაშინდელ ოპოზიციას, მე დღესაც ოპოზიციას წარმოვადგენ ერთ-ერთ პარტიას, კონსტანტინე გამსახურდიამ დაუსვა ესეთი შეკითხვა. ბატონო ლავრო, როგორ მიგაჩნიათ შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო? ლავროვის პასუხი ესეთი იყო, კი, შეუძლია. ოღონდ თუ საქართველოს და მისი მეზობლები შეთანხმდებიან, რა თქმა უნდა, მარტო შე რო გამოაცხადო ნეიტრალიტეტი ეს არაფერს არ ნიშნავს, მეზობლები უნდა შეთანხმდნენ, რომ ეს ქვეყანა არის ნეიტრალური, მაგრამ ამაზე პირველ რიგში უნდა განაცხადოს საქართველოს ხელისუფლება. არც ერთ ხელისუფლებას ეს არ განუცხადებია და თუ განაცხადებს ჩვენ თანახმავართო. ნუ ეს იქით იყო. ანუ იგულისხმებოდა რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი ქართულ ოცნებას აქვს დაფიქსირებული და მაშინ არ იყო, მაშინ სააკაშვილი. კონსტიტუციაში კი. მაშინ სააკაშვილი იყო, ეს არ იყო დაფიქსირებული. ეხლა რაც შეეხება მაგრამ ახლა დაფიქსირებული გვაქვს კონსტიტუციაში ქართულმა ოცნებამ ჩაგააკეთა ეს ჩანაწერი. მე ქართული ოცნება მუდმივად ხო არ იქნება ხელისუფლებაში. ბატონმა გიგიშამ განაცხადა რომ აგვიწიოკესო მართლმადიდებლური ეკლესია და საპატრიარქოც გაგვიუქმესო. სრულიად ვეთანხმები, სწორედ ამიტომ გვინდა დასავლეთი რომ დაიცვას ჩვენი რწმენა და ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი წესები და სწორედ ცოტა ხნის წინ სამი სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა რომ LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი ევროპულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგებო. ესე იგი, ბოდიში და გაპიდარასტითო და აქ ჩამოვიდა გათხოვილი მამაკაცი, ვინმე როთი, რომელმაც განაცხადა, რომ მართლმადიდებლობა არისო ბნელეთიო და ესეთი ევროპა გვინდა? ჩვენ სხვანაირი ევროპა გვინდა. ჩვენ როგორი ევროპაც გვახსოვს ალექსანდრე დიუმას, ნუ საერთოდ ჰეროიკული, დიდი ისტორიის, დიდი გამოგონებების, დიდი მხატვრობის, დიდი ხელოვნების, აი ესეთი ევროპა გვინდა ჩვენ და მე ყოველთვის თანახმავ ვიყავი ევროინტეგრაციის, მაგრამ ნახე დღევანდელ ევროპაში რა ხდება. თუმცა ტრამპის არჩევამ მე რაღაც იმედის ნაპერწკალი გამიჩინა, რომ შეიძლება ეს გადატვირთვა, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს, მართლა დაიწყოს. თუმცა ძალიან დაიმედებული ნუ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი თავი, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი ტრადიციები, სხვა ამის დამცველი გადავინაცვლოთ სხვა თემაზე თუ გნებავთ რაიმე რემარკის გაკეთება ამ საკითხთან. ძალიან მოკლე რემარკს გავაკეთებ, როგორც ვახსენეთ უკვე ევროპა დღესაც მრავალფეროვანია, იქაც არის ის ადამიანები, ვის პატივს ცემს იმ ძირითად ფასეულობებს, კონსერვატორები, ან ნეიტრალური ადამიანები, რომელიც ოჯახურ ფასეულობებს ისევე აფასებენ, როგორც აქ რიგითი ქართველი. არის სხვა ტიპის ადამიანებიც, ანუ ევროპა აძლევს თითოეულ ადამიანს არჩევანის თავისუფლებას, აი არჩევანის თავისუფლებისთვის გვინდა პირველ რიგში ევროპა, თორემ LGBT ასე ვთქვათ ძალები რუსეთში რომ არიან წარმოდგენილი როგორც ხელისუფლებაში, ასევე კულტურაში და ბომონში, ესე უნდა პრინციპში. ხო, მაგრამ აქ ერთ სხვა არგუმენტია, რომ პროპაგანდა სახელმწიფო დონეზე იქ შეზღუდულია და არ არის მისაღებიო. ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის არ არის. პროპაგანდა არც ევროკავშირის ტერიტორიაზე, რასაც პროპაგანდას ეძახიან საქართველოში ნამდვილად არ მიმდინარეობს, ეს არის უბრალოდ გარკვეული დაშვებები, თორემ რუსეთში რო რაჯობია ოფიციალურად დაშვებული და დაკანონებული გარკვეული უფლებები თუ გაუკუღმართებული კულუარებში გაცილებით უფრო უარესად მიმდინარე, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობები, რომელიც რუსეთი ცნობილია. ნახოთ, როგორ დაასრულეთ თუ რამე აზრს ამბობთ, რომ დრო გვაქვს შეზღუდული და მინდა რომ საშინაო პოლიტიკაში გადავინაცვლოთ პოლიტიკაზე, თქვენ გააგრძელეთ და შემდეგ ბატონი სოსო გიპასუხებთ. არჩევნების გაყალბების ბრალდება, ეს არის სერიოზული ბრალდება, სამოქალაქო აქტივაცია, ოპოზიციის ასე ვთქვათ, ესეთი პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ დგას. ხელისუფლება ამბობს, რომ იმავე ამერიკული კომპანიის, რომელიც მან დაიქირავა ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტების გამოძიების შედეგად, ისინი ასე ვთქვათ, მზად არიან იმ გაგებით, რომ არავითარ დარღვევას და გაყალბებას ადგილი არ ქონია.
მეორეს მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა არ ვერ გადაწყვეტს ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ უმრავლესობას უკვე მაინც იმდენი ხმა აქვს, რომ პარლამენტის შეკრებისთვის სრულიად საკმარისი იქნებაო. თქვენი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ასე ვთქვათ ბატონი სოსო გიპასუხებთ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ოპოზიციის პოზიციონირება ამ შემთხვევაში. ვეცდები ძალიან მოკლედ გავცე იმ ძალიან კრიტიკულ შეკითხვებს, რომელიც თქვენ დასვით. პირველ რიგში ოპოზიციაც არის და ოპოზიციას. ეხლა ვსაუბრობთ საპარლამენტო ოპოზიციაზე, რომელმაც 12 წლის განმავლობაში არაფერი არ გააკეთა ჩემის აზრით, არც ევროინტეგრაციის ახსნის მიზნით, არც ხელისუფლების რეალურად შესუსტების მიზნით და რეალურად კოჰაბიტაციაში არის ამ 12 წლის განმავლობაში. ეს ჩემი პირადი აზრია და ჩვენი პარტიის აზრიც ესეთია. სწორედ ამათქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ელოდებოდა ალბათ ხო გაყალბებას. ხო არიჯდა ასე ვთქვათ ფეხი ფეხწესი და რიგით. შორის მოდი ვთქვათ, რომ პირიქით ძალიან ბევრი ეს გამარჯვებული 4 პარტია, ამ 4-დან 3 ამტკიცებდა, რომ გაყალბების მექანიზმები მინიმუმამდეა დასულიო და მათ შორის პრეზიდენტი ამბობდა. კი, და გვარამიაც ამბობდა, მოდით ობიექტურები რომ კი ბატონო და სწორედ მაგას უსვამ ხას, რომ ან იყავი უსუსური, ან იყავი ძალიან დაიმედებული, ან იყავი გარკვეულ შეთანხმებაში შესული, ვინაიდან არ შეიძლება არ კონდეს მზაობა, რომ ქართული ოცნება რეჟიმი გაგიყალბებს არჩევნებს. შესაბამისად მზაობა ნიშნავს, რომ უნდა ყავდეს მომზადებული კომისიის წევრები, რომლებიც გაასაჩივრებენ სხვადასხვა დარღვევას, რომლებიც აღრიცხავენ სხვადასხვა დარღვევას, წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდებიან და არჩევნების შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ამ ყველა ფაქტს გააერთიანებენ ერთ სამართლებრივ დოკუმენტში და შეიტანენ საქართველოს სასამართლო სისტემაში ან თქვა იგივე სტრასბურგის სასამართლოში. ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ერთადერთი პრეცედენტი იყო თეთრი წყაროს სასამართლო, რომელშიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთ-ერთი ოლქის რამოდენიმე უბანზე გამოვლენილი დარღვევების გამო ასე ვთქვათ, იჩივლა და ნუ იქ შეიქმნა პრეცედენტი და მოსამართლემ გამოიტანა ეს დასკვნა. შევლენ თუ არა პარლამენტში, ვფიქრობ, რომ შევლენ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განცხადებებს პოპულისტურ საჯარო განცხადებებს აკეთებენ, რომ არა არ შევალთ, შეიძლება ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ვიღაცები არ შევიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაწილი იმ თუნდაც იმ სამი პარტიიდან რიგი ჭყალებში ამხანაგები მაინც შევლენ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეფუთავენ ამას. ვინაიდან თქვენ იცით, რომ ვარს დეპუტატის მანდატზე, ანუ უკვე პარლამენტის ხდომა უნდა გაიხსნას, მერე უნდა დაწერო განცხადება, მიმართო ასე ვთქვათ პარლამენტს იმისთვის, რომ უფლებამოსილება შეგიჩერონ. ქართული ოცნება სავარაუდოდ არ შეუჩერებს უფლებამოსილებას, გადააბრალებენ, ვაი ჩვენ გვინდოდა მაგრამ პარლამენტმა კენჭი არ უყარა, ან სხვა რაიმე მიზეზს მოიფიქრებენ და ფორმალურად ეს ადამიანები დარჩებიან საქართველოს პარლამენტში. ჩვენ იმის მაგალითებიც ჰქონდა, როდესაც საერთოდ არ მიუმართავს ოპოზიციას. ბატონო, გვაქვს ესეთი მაგალითი. 6 თვე ხელფასებსაც იღებდნენ და შემდეგ ერთმანეთს მიყოლებით ჩელაგდნენ. ჩვენ 4 წელი ვიღებდით ხელფასს. მაგას მე გეტყვით. კი ბატონო, ანუ ფაქტია, სამწუხარო ფაქტია, რომ გამოძიება მაგალითად იყო ნახსენები საერთაშორისო გამოძიების საკითხი, ხო? საერთაშორისო გამოძიება როგორ უნდა ჩატარდეს? ან უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ, დაპატიჟოს საერთაშორისო ასე ვთქვათ ექსპერტები. ოპოზიციას არა აქვს ამის უფლება. აი ოპოზიციამდე მივალ. ან ხელისუფლებამ უნდა დაპატიჟოს ექსპერტები საქართველოში, ჩართოს, რეალურად ჩართოს, რეალურად გამოიკვლიოს, რაც რა თქმა უნდა არიზამენ, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის აქაც და იქაც თვითონ ხელისუფლებაში ოპოზიცია საზღვარგარეთ რომ არჩევნები იყო მიტაცებული, ან ოპოზიციას შეუძლია მოიწვიოს, მაგრამ ფორმალურად ეს ადამიანები ვერ ჩაერთვებიან, რა უნდა გამოიძიონ ოპოზიციის მიერ დაპატიჟებულმა, ასე ვთქვათ, ექსპერტებმა. მათ წვდომა ხომ არა აქვთ სახელმწიფო ასე ვთქვათ დოკუმენტებთან. თუმცა აი CSKOM გააკეთა დალუქვა, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, უკი საჭირო გახდება ალბათ, თუმცა ხელისუფლება არ არის თანახმა საერთაშორისო გამოძიებაზე. ბატონ სოსო, თქვენი პოზიცია, მოკლედ და მე თითო-თითო წუთს კიდევ მოგცემთ. პირველი და ყველაზე მთავარი. პირველი, ვინც განაცხადა პარლამენტში არ შესulis შესახებ, ეს გახლით ჩვენ, მაშინდელი ლეიბორისტები, ნუ ეხლა იქ აღარა ვარ, 10 წელია უკვე, 10 წელიწადზე მეტია.
ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივით დაწყებული მოძრაობა, რომ მოდი ნუ შევალთ 2007 წლის პარლამენტში. ეს იყო უდიდესი შეცდომა. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ დავწერეთ განცხადება, როგორც ახლა ბატონმა გიგიშამ თქვა, დაწერენ განცხადებას, არ დააკმაყოფილებენ და აი ესეთი კატათაგობანას თამაში დაიწყება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, დავწერეთ განცხადება, მაშინ ბაქრაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, არ დააკმაყოფილა. მერე სხვებმა განცხადება არ დაუწერეთ, მერე სხვები შევიდნენ, აი მაგალითად კონსტანტინე კოკო გამსახურდია, ჯონდი ბაღათურია, დიმა ლორდკიფანიძე და სხვები ისინი შევიდნენ. ჩვენ დავწერეთ განცხადება, არ დაგვაკმაყოფილეს და არ შევსულვართ. თუმცა ხელფასებს იღებდით, ხელფასებს ვიღებდით. დიდი შეცდომა იყო. დღესაც თუ კი ვინმე ოპონენტი დამიჯდება. სხვათა შორის ეს ერთგვარად ჭყალებში, რა თქმა უნდა, კომპრომატულად ითვლება, იმიტომ რომ თუ სადმე არ შედიხარ, ბოლომდე არ უნდა შეხვიდე და ეხლა თან ხელფასი აიღო, მივლინების ფული აიღო. ახლა ვამბობ, არ დამამთავრებია. ახლა თუ კი სადმე რა ცუდი არა, დიდი მახსოვრობის მქონე ჟურნალისტი რასაც ის. მაგრამ ეს დიდი მახსოვრობისა ვარ. თუ სადმე ოპონენტი დამიჯდება ხოლმე, მათ შორის თქვენ ტელევიზიაში ორი დიდი გადაცემა რო იყო, ერთი შენ მიყავდა და მეორე მაკა რაზმაძეს. ყველა მეუბნებოდა, შენ პარლამენტის წევრი იყავი, არ დადიოდი და ხელფასს იღებდი. ანუ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამის შემდეგ კიდე გაიმეორეს იგივე ეს ბოიკოტი, სხვა შორის ბოიკოტი რო არ გამოგვეცხადებინა 2007-ში და ყველანი შევსულიყავით. გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ნუ სულ ყველა ვინც კი ვიყავით. 2008 წლის ომი შეიძლება არ დაწყებულიყო, იმიტომ რომ იქ ვიქნებოდით პარლამენტის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ დაიწყებდა, ამხელა ოპოზიციური გაერთიანება ვიქნებოდით. მთავარსარდალი დაიწყებდა ბატონსოს. იწყება, მაგრამ არ მივცემდით, მოკლედ, სხვა სიტუაცია. გასაგებია, პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ მიეცემოდა ამ. არ ამართლებს ისევე როგორც წინა პარლამენტში 4 წლის წინ იძახდნენ, არ შევალთო, პუფები ვიქნებითო და შელაგდა სულ ყველა, ეხლაც დარწმუნებული ვარ, სულ ყველა შევა, 10000 ლარზე მეტი არის ხელფასი, ყველა შევა და წამოსკუპდება იქ. არ ამართლებს ბატონებო, მე ეხლა მივმართავ საპარლამენტო ოპოზიციას. არ ამართლებს ეს ბოიკოტი. რამდენიც გინდა აცხადეთ, არ ამართლებს. ბატონ გიორგის მივცეთ სიტყვა და დავასრულოთ გადაცემა. თქვი ზოგადი რეზიუმე სახით გავაკეთოთ რეალურად ქართული პოლიტიკური მოცემულობა. ელოდებით თუ არა რომ ტრამპის პოლიტიკა შეცვლის, ვიცი თქვენ რომ პირადი კავშირებიც გაქვთ. ნუ მოსალოდნელ ადმინისტრაციასთან ამერიკაში ხა ექსპერტები და ჟურნალისტები ასა ჰაერზე არაფერს არ წერენ ხოლმე. რას ფიქრობთ და დავასრულოთ გადაცემა. ძალიან ეჭვი მეპარება ბატონი კობახიძის განცხადებას დღეს მეც უსმინე. რა თქმა უნდა, მან დღეს იყო სხვათა შორის ძალიან ფრთხილი ამ განცხადებაში, ვინაიდან გადატვირთვა მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია ბატონი ბიძინა ივანიშვილის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, გაწირავს თუ არა ის ქართულ ოცნებას საკუთარი ფინანსური რეზერვების შესანარჩუნებლად და ნუ პრეზიდენტის არჩევნები, რომლებიც ხმოცნებით არის დაგეგმილი, აი მაგაზით ბევრი რამეა დამოკიდებული. ტრამპის გარემოც არის იქნება 20 იანვრის მერე საკმაოდ ჭრელი, იქ არიან ადამიანები რომლებიც არიან საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები, არიან რა თქმა უნდა ისეთი ადამიანებიც, ვინც შესაძლოა იფიქროს უფრო კონსერვატულ ძალებთან ურთიერთობაზე და ეცდება ბატონი ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა ლობისტური ჯგუფების მეშვეობით კიდევ ერთხელ უპირველეს ყოვლისა დაიცვას საკუთარი კაპიტალის და პირადი იმუნიტეტი. თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადატვირთვა არ გამოვა ქართულ ოცნებას. კარგი, მადლობა. ბატონი სოსო სხვანაირად ფიქრობს, რეალურად ის პოლიტიკური ორიენტაცია, რაც აქვს აღებული ქართულ ოცნებას, ანუ გადატვირთვა პოლიტიკის არის თუ იქნება თუ არა შედეგობრივი ტრამპის მმართველობის მე ხლა ქართული ოცნების ადვოკატი არც არასოდეს ყოფილი ვარ და არც ახლა ვიქნები, მაგრამ ერთი რამ მინდა განვაცხადო. ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულება გააფორმა სწორედ ქართულმა ოცნებამ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წოდება სწორედ ქართული ოცნების დროს მივიღეთ. ხო ფაქტია. უვიზო რეჟიმი ქართული ოცნების დროს მივიღეთ. ეხლა ყველა შეხვედრაზე, წინა საარჩევნოზე და არჩევნების შემდეგაც გაიძახიან ერთი და იგივეს. ჩვენ გვინდა ევროკავშირი. მე წეგან განვაცხადე, მე არასოდეს არ ყოფილვარ ევროპასთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე. ღმერთმა ქნას რომ
ევროპასთან გადატვირთონ ურთიერთობა, შეერთებულ შტატებთან გადატვირთონ ურთიერთობა, მაგრამ მე ერთი ჩემი რწმენა, პოლიტიკური რწმენა ყოველთვის მაქვს და ეხლაც მექნება რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი რუსეთუნე მე არ გახლავართ. რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე აფხაზეთს და ცხინვალს უნდა დავემშვიდობოთ და მე ჩემი როგორც პოლიტიკოსის და როგორც ადამიანის ჩვეულებრივად ცხოვრების აზრი იკარგება თუ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. ამიტომ მე ამ კორექტივს შევიტან ევროპასთან ინტეგრაციასთან ერთად დაუყოვნებელი მოლაპარაკების. ძალიან დიდი მადლობა, უნდა დავასრულო გადაცემა, აღარ მაქვს ქრონომეტრაჟი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემის სტუმრებს, ბატონები გიორგი გიგიშა პატარიძე, რომ შევაჩვიო მსმენელი და მაყურებელი ჩვენი ორივე სახელი წარგადგენთ და ბატონი სოსო, ბატონ სოსო შატპერაშუს უკვე ჩვენი მაყურებელი და მსმენელი კარგად იცნობს. ძალიან საინტერესო აკადემიური დისკუსია ჰქონდა. მადლობა განსხვავებული აზრების ასე საინტერესო შეჯერებისა და წარმოდგენისათვის. დიდი მადლობა მსმენელს და მაყურებელს. ეთერში იყო დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე.